მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? დღეს თემოს unboxing-ით მოვედი და აბა დავიწყოთ. შემომიერთდით, გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, ზარის ღილახს დააკლიკეთ და ლაიქეთ ვიდეო. წავედით. დავიწყოთ. დიდი ხანია არ გამოვჩენი ვარ. აი, თემოს unboxing-ი. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო რამეები, მინდა გითხრათ. ტექნიკა და ჩემი ლუსის რაღაცა ჩასაცმელებს ველოდები და აბა ვნახოთ როგორი ხარისხის და როგორი ნივთები ამოგვივა. დავიწყოთ. მეც ძალიან მაინტერესებს. დიდი ხანი არაფერი აღარ გამომიწერია. ძალიან დაკავებული ვიყავი ამ ბოლო დროს და ვეღარ შემოვედი და ახლა მოვედი. აბა ვნახოთ. ой, რა კარგი რამეებია. ნახეთ როგორი აი ასეთი გვირგვინი გამოუწერეთ ჩემს ლუსის. არ ვიცი, მე მგონი რაღაცა ცოტა დიდი ჩანს. ცოტა დიდი მეჩვენება, მეგობრებო. აბა ვნახოთ. აი ნახეთ რა სილამაზეა. ой, რა სილამაზეა. ნახეთ ოქროსფერი, იყო ვერცხლისფერი კიდევ. ნახეთ, ეს არის რკინის. ცოტა რაღაცა მემძიმება. არ ვიცი, ჩემი ლუსი თუ გაიჩერებს, ერთ წუთი მაინც თავზე რო სურათი მაინც გადაუღო. მე მგონი გაიჩერებს. რაღაც ძალიან პრინცესული. ой, ნახეთ. აი ასეთი გვირგვინი. ამაში მივეცი 7 ლარი. მინდა გითხრათ, ვისაც დაინტერესდება, შეგიძლიათ გამოიწეროთ. არღის ძალიან ძვირი, თან სულ იქნება, მე მგონი რაღაც ხარისხიანია, ფერიც არ გადაუვა, მე მგონი, ნახეთ. ისეთი ხარისხიანია რაღაცა ჩანს. აი. და რა ვიცი, დღესასწაულებზე ბავშვებისთვის, სუგებისთვის რატომაც არა. აი ასეთი შენაძენი მაქვს, აბა გადავედით. ეხლა თანო ცოტა ისეთ მსხვილ რაღაცებს ესე გადავდებ. რომ მე გავხსნათ ბოლოსკენ და თავიდან ლუსის რაღაცებს განახებთ. ეს ცოტა ისე გავხსენი არ გამეჭრას ხო ფიქრობდი. აი ნახეთ. ეს გამოუწერეთ ჩემი ლუსის. სახალწლო თემატიკაზე რახამე აგვიცივდა უკვე ცივა და კი ძალიან ბევრი ლამაზი კაბები გვაქვს, რაღაცებს კიდე უწერ. ველოდები კიდევ ერთ შეკვეთას აუცილებლად თუ თქვენოთ არ დავაბოქსინგებ, არ გავხსდი, არ განუყუთავ. აი ნახეთ. შეხედეთ როგორი საყვარლობა, ვაიმე რა კაი ხარისხის არის. ეს როგორც ყოველთვის ჩვენ ვარდისფერები მე რომ მიყვარს, ესე ვარდისფერებში ნახეთ როგორი ხარისხიანი. ესეთი რბილი, ღუნღულა ესეთი პომპონით. აი ნახეთ წინა თათების და ეს უკანა თათების არის. აქ აქვს რეზინა, მუცულაზე რომ რამე იყოს არ მოუჭიროს. ეს არის ესი ზომა, მეგობრებო, არის სხვადასხვა ზომები. სხვათა შორის დიდი ზომებიც იყო, ნახე, სადღაც 3-4 XL-ამდე იყო, ანუ და შეგიძლიათ თქვენ დიდ ცუქებსაც შეუძინოთ. ეს ღირდა, არ ღირდა ძალიან ძვირი, ღირდა 14 ლარი მივეცი მე. და ესეთი შენაძენი გვაქვს, აუცილებლად ჩავაცმოთ ჩემ ლუსის. ტობის არ უყვარს ტანსაცმელები, ჩემ მეორე ძაღლს ვინც არ გვიყურებს და შემოგვიერთდით, გამოგვიწერეთ და გვადევნეთ თვალი აუცილებლად ჩემი ლუსის short ვიდეოებს და აი იქ ჩავაცმევ ჩემ ლუსის ამ ჩასაცმელს. ხო და ჩემ ბიჭი ჩიხუახუას არ უყვარს ტანსაცმელები და არ ვაძალებ, რა თქმა უნდა, არ ვაცმევ. ლუსი უკვე მიეჩვია, პატარა არის ძალიან ჯერ ისევ და რახან ხშირად ვაცმე მიეჩვია, ტობის არ უყვარს და არ ვაძალებ, რა თქმა უნდა, ცხოვრებს არ უნდა დავაძალოთ. როგორც ბავშვებს ისე ცხოველებს არ ვაძალებ, არაფერს რაც არ უნდათ. ну კურტკას ვაცმევ ხოლმე მაინც როცა ცივა გარეთ დიდს ისეთ კაპიჩონებს და იმებს ძალიან არა. ხო, ასე გადავედით. ეს არის ესეთი სათამაშო. ამას სხვათა შორის ვიდეოში აუცილებლად გადავუღებ ჩემ ლუსის. გამოჩნდება, ვინც მიყურებთ, ნახავთ.
აი ნახეთ როგორი დონატია, ვიღაც საყვარელია. მე ძალიან მოწონს ცხოველების სათამაშოები, ხარისხი სხვათა შორის. ძალიან ხარისხიანი სათამაშოები აქვთ. აი ნახეთ ესეთი უიტობი ყეფავს. ესეთი ხარისხიანი, აქ ჭყუტუნა ეხა არ დავაჭყუტუნებ, თორე ტობის მონდება წამართვებს და გააფუჭებს. და ლუსი არ აფუჭებს, ახლა ტობი ბუთხნეის ყველაფერს ხოლმე კბილებით. და ესეთი სილამაზე გამოუწერეთ ჩემ ლუსის. ტობის ძალიან ბევრი სათამაშოები აქვს, დიდი უფრო ზომით რომ ვერ გააფუჭოს, ამას უცბად დაგლეჯავს. რა თქმა უნდა, დიდი ძაღლები უცბად აფუჭებენ, მაგრამ პატარა ცუგებისთვის ძალიან კარგი არის ესეთები კბილები რო ამოსდით და რაღაცა რო არ დაუზიანდეთ. აი ასეთი შენაძენიც გვაქვს. ეს ღირდა 5 ლარი, ძვირი არ ღირდა, სულ 3 ფერი იყო და რა ვიცი, ჩვენ ვარდისფერი ავარჩიეთ. თქვენც გირჩევთ, ვისაც ლეკვები ყავთ, ძალიან კარგი არის. აი ასე გადავედით. ხო, აქ რა გვაქვს თან ესაკით ესე გავწევრო, არ ჩამომიცვიდეს რაღაცეები. ხო, ეს არის მეგობრებო. ესეც ესეთი შენაძენი გვაქვს. რაღაცა წითელი თემატიკას გამოუწერეთ ჩემ ლუსის საახალწლოდ, თუმცა საახალწლო კაბებს აუცილებლად გამოუწერ წითლებს. ძალიან მომეწონა რამდენიმეც არის და არ ვიცი, ჯერ რაღაცა გაყიდულები იყო, შეზღუდული რაოდენობით იყო და რაღაცა ამჯერად ესეთი ჩასაცმელი ავარჩიე, რატომ ის აღარ იყო. და მანამდე შეიძლება ახალწლამდე დაემატოს გაყიდვაში და როგორც კი დაემატება, ეგრევე უყიდი, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება ფოტოსესიისთვის, ვიდეოსთვის, ჩვენ ძალიან გვჭირდება მსგავსი ჩასაცმელები და ნივთები, რა თქმა უნდა. ხო, აი ასეთი ჯემპრი გამოუწერე, ნახეთ. თბილი, რბილი, ნახეთ როგორი ესეთი რბილი ნაჭერი არის, აი ალბათ ჩანს კიდევაც ხელს რო უსვავ, ესეთი ღუნღულა, ქუნქულა. ესეთი გვაქვს სხვათა შორის ვარდისფერი, ეს არის ესი ზომა, ნახეთ რამხელა, ესი ზომა არის, ის ვარდისფერი გამოუწერე XS-ი და ეხა სიგრძეში ცოტა რაღაცა თითქოს დაუპატარავდა და იმიტომ გადავწყვიტე S-ი და ეს შეიძლება გარე შემოწერილობაში ჰქონდეს ცოტა დიდი, მაგრამ სამაგეროდ სიგრძეში იქნება კარგად და აი ასეთი ჯემპრი წითელი გადავწყვიტე და თან ამ წითელ ჯემპრთან გამოუწერე წითელი ესეთი შემოსაცმელი, ასეთი წულეს ნახეთ კაბა. ესეთი მინი ბოლო კაბა, აი ასეთი ნახეთ, ესე ლენტით იკვრება და ესე გადავწყვიტე რომ რა ხა მის კაბები არ იყო, ნახეთ რა საინტერესო მოვიფიქრე ამ ჯემპრზე. აი ასე, ესე ამას ზემოდან ესე ჩავაცმევ და რაღაცა კაბასავით გამოვა და იქნება ძალიან ლამაზი. ამაში მივეცი 5 ლარი. იყო უამრავი ფერები არის, შეხვალთ ნახავთ თქვენ თვითონ, დაათვალიერებთ, ვისაც გაინტერესებთ. ისე სხვათა შორის ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც ესეთი წულეს კაბები, რა თქმა უნდა, გექნებათ ალბათ, ვინც თვალს ადევნებს, ნანახი ბევრი იყიდება, ჩვენთანაც იყიდება. ნუ რა ვიცი, მე აქ ვყიდულობ ყოველ შემთხვევაში და ეს ღირდა 5 ლარი. ხო, ეს ღირდა 6 ლარი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეთი კარგი და ხარისხიანი ჯემპრისთვის და რა ვიცი, აი ასეთი შენაძენიც გვაქვს, ულამაზესი, უღუნღულესი და რა ვიცი, უხარისხესი. ხო, გადავიდეთ მეგობრებო და ეს ძალიან საინტერესო რამე მომივიდა და ამას განახებთ და ბოლოსკენ ძალიან კარგი რამეები გველოდება. ეს არის რაღაცა ლუსის ძალიან ბევრი ისინი მოუვიდა, ეხლა რატომღა ჩემიც ველოდებოდი, მაგრამ არა უშავს, ამჟამად ლუსის რამეებია. ხო, და ეს არის მეგობრებო ლუსის ბუტის კურთხა. ესეთი იყო, მინდა გითხრათ, ვარდისფერი, ნახეთ რა სილამაზია, რა ოქროსფერობა, რა სიბჭყვიალია, რა სიბზინვარია, ნახეთ, ესეთი დიდებული პრინცესული, რაღაცა ძალიან გოლდი
დუტის კურტკა ნახეთ ასეთი დათმი ხო იყო ვარდისფერი გოლდი კიდე და რა ვიცი არ იყო გაყიდვა ანუ აღარ ქონდათ სამწუხაროდ თუ იქნება აუცილებლად ვარდისფერსაც შევიძენ ეს იყო ესი ზომა ისევ როგორც რა თქმა უნდა სიგრძეში კარგად ქონდეს აი ნახეთ ესეთი კნოპკებით არის აი ნახეთ და ასეთი ღუნღულა შეხედეთ რა სითბოს ანუ ესეთი დათბილული აქ უკან ფეხები ესე უკანა თათებისთვის ეს წინა თათებისთვის და ესეთი საყელო თუ ჩემ ლუსის ძალიან გზელი კისერი აქვს შველის წირმის თავა ჰქვია ამჯის ესეთი ჩიხუახუა მყავს გოგო პატარა და აი ასეთი კისერი ცარიერი რო არ ქონდეს კაშნები კი გვაქვს სხვათა შორის თბილები მაგრამ ეს კისერი რო ძალიან კარგი არის და თბილად იქნება ჩემი ლუსი აი ცხრდა მინდა გითხრათ არ იყო ძალიან ძვირი ამ სილამაზე ესეთი ხარისხიან და ესეთი სილამაზე თან ახლა ძაღლმა რა უნდა გააფუჭოს ხო ანუ რამდენჯერ უნდა ჩააცვა ეხა რომ ყოველდღე ჩააცვა რას გააფუჭებს თან ესეთი პატარა ძაღლი და ეს ხიზდა 18 ლარი მეგობრებო წარმოიდგინეთ 18 ლარი ხერს აი ეს სილამაზე და ეს ხარისხის შეხედეთ რა ვიცი მე ძალიან მეიაფება არ ვიცი ვის როგორ დამიწერეთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ ძვირია იაფია ჩვენთან როგორ ღირს ანუ დიდი ხანია ზოომაღაზიებში მე დავდივარ თქვენთვისაც გადაღებული მაქვს ზოომაღაზიის ვიდეო მიდევს აუცილებლად შემოდით ჩემ არხზე უყურეთ ბევრი ვიდეოები მაქვს თემუს unboxing-ის ზოომაღაზიის ისე მაღაზიების ქალაქის და რა ვიცი 1000 ვიდეო ბევრი საინტერესო რამეები მაქვს და კიდევ ვაპირებ თქვენთვის მაღაზიების გადაღებას აუცილებლად მადევნეთ თვალი საინტერესო ძალიან საინტერესო საახალწლო ვიდეოები გველოდება წინ ასე რომ მიყურეთ იყავით ჩემთან რა ვიცი ვისი ამოდით ვიხალისოთ ერთად აი ასეთი დუტის კურტკაც შევიძინეთ ხო ეს გადავდებთ ან ესე გვერდზე მეგობრებო ხელი როა შეგვიშალოს და ეხლა გადავა ნახეთ როგორი რაღაც გამოვიწერე ეს ხელი როა შემიშალოს აქ ესე დავალაგებ შეხედეთ ეს რა არის ნახეთ აი ასეთი პატარა ხელი საკერავი მანქანა გამოვიწერე და მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ხანი უყურებდი ამას ბევრჯერ ჩავაგდე კალათაში ბევრჯერ წავშალე რა ვიცი უყურე ვფიქრობდი ხარისხიანია არ არის ხარისხიანი იაფიც ახლა რო სიმართლე გითხრათ ესეთი იაფიც არ ღირდა ზოგი ღირდა 25 ლარი ზოგი ღირდა 50 ლარი 60 ნუ 100 ლარამდე ნუ დიდ საკერავ მანქანებზე არ ამაკლებ და გადავწყვიტე რომ ეს შემეძინა და ძალიან მაინტერესებს როგორ მუშაობს და ზოგადად ვიდეო ვნახე ანუ თეორიული ის უყურე ძალიან დამაინტერესდა ძალიან აი ნახეთ რაღაცა ძაფიზე აი ასეთი ეს რა თქმა უნდა შესაერთებელი ამის გარეშე ეს რა თქმა უნდა რომ ალბათ არ იმუშავებს მე ვიცი რომ ამას კიდევ აქვს ისა რა ქვია ელემენტები აი აქ და აი ასეთი ნახეთ ესეთი საკერავი ვინც იცის კერვა ვინც იცის ამის ხმარება ვისაც ნაყიდი გვაქვს მსგავსი ნივთი აი ესეთი ძალიან მაინტერესებს აზრი თქვენი როგორ მუშაობს როგორ ხმარობთ და რა ვიცი დამიწერეთ მეც მაინტერესებს ეხლა რო სიმართლე გითხრათ დიდად კერვით ესე და რაღაცა არ ვკერავ მე პირადად ანუ კი მანქანებს მაქვს სხვათა შორის ძველი ზინგერის თლა ახლად კარგად შენახული მანქანა მაქვს ადრე მიყიდა ჩემმა მეუღლემ რაღაცა ესეთი სახლიდან ხელიდან ისეთი ვიყიდეთ რომ ძალიან ძვირფასი და ამერიკული არის და ძველი და
ესეთი ძველი და ესეთი აი ძალიან სუფთად და უჟანგავად ისე არის შენახული, ეთყობა ვიღაცას ბებიას ძალიან ისე ჰქონდა შენახული. ძალიან ძვირფასი ნივთია და ესე უფრთხილები ვინახავ მუშაობს ძალიან კარგად. სხვათა შორის თავისი თავებით ყველაფრის და უბრალოდ ამ ხელა მანქანას ვერ ვხმარობ და გადავწყვიტე და რაღაცა პაწუკა ესე ლუსის რო რაღაცა ან შეუკერო ან მაიკაზე ან რაღაცაზე რა ვიცი ძალიან ის ნემსის ხმარება კი ბატონო ყველა ვიცით მაგრამ ეს აუცილებელი არის რა და ესე გამოვცადო მინდა გითხრათ და მოკლედ მე მივეცი ამაში 30 ლარი ფასდაკლებით და ვცდი, აბა გამოვცდი, როგორი იქნება, თუ თქვენც დაგაინტერესდებათ, დამიწერეთ კომენტარებში, მითხარით, როგორ ხო და გავაგრძელოთ მეგობრებო, ჩემი ტოპი ცელქოვდა და გაუშვი ჩემი ბიჭის ოთახში. ხო, მოკლედ ასეთი შენაძენი შევიძინე, მინდა გითხრათ და ნახოთ როგორი იქნება საქმეს, როგორ გააკეთებს, როგორ შეკერავს. სხვათა შორის რახამ ესე სამკერვალო ეს გადავწყვიტე მანქანა და ასეთი ისიც გამოვიწერე. ეს არის თავისი ჩანთით, ნახე რა კაი ჩანთა არის. რაღაცა სიამოვნე და ასეთი ჩანთა გამოვიწერე თავისი კი მაქვს ძაფები რაღაცეები მაგრამ გადავწყვიტე რამდენი რამეა ესე გადავწყვიტე რომ თავისი ჩანთა თავისი ძაფებით ნახეთ ესე გამომეწერა აი ასეთი ნაბორი ეს ხირდა 16 ლარი მეგობრებო აი ალბათ უფრო ჩანთის გამო, იმიტომ რომ ეხლა ძაფები ესეთი ძვირი არ არის ვიცი და უფრო ჩანთაში როა და ესე მაკრატელი რაღაცები, ყველაფერი დევს და ხეთ შიგნით აბსოლუტურად ყველაფერი. რა ვიცი, ყველაფერი. იმ მანქანას ესენი აუცილებლად ჭირდება და თუ მანქანა არა გაქვს, ცალკე შეგიძლიათ ესე სამოგზაუროდ ასაღებად რაღაცა სახლშიაც რატომაც არა. ძალიან საჭირო რამე არის ხა ყველას გვჭირდება ნემსი და ძაფი ხელითაც ჩვენივრად გაკერავ რამე რო იყოს ხო რამეში რო დაგჭირდეთ ან მაიკა გაირღვა ან რაღაცა გაირღვა რა ვიცი მე რა იცი რა ხდება და ასეთი შენაძენიც გვაქვს აი ესეთი ხარისხიანი ნახეთ რა ვიცი მე მომწონს ძალიან ამას როცა სადმე წავალ ან თუ დამჭირდება რაღაცა აუცილებლად გამომარჯება რა თქმა უნდა გამოგვადგება და ეხა მეგობრებო ბოლოში გვაქვს ძალიან დიდი ნივთი გვაქვს გასახსნელი ამას ვერ გამოიცნობთ ბოლოსკენ ნახავთ და ბოლოს წინ ნახეთ რა გამოვიწერე ნახეთ მეგობრებო სიახლე ყურსასმენები ეგრეთ წოდებული ნაუშნიკები გამოვწერე ჩემ ბიჭს, ჩემ შვილს ვნახოთ ეს უნდა იყოს სხვათა შორის ნახეთ როგორ იხსნებ აი ნახეთ რაღაც გადმოვარდა ეს ყურსასმენის ისინია სილიკონები დასამატებელი და აი ეს ბრენდი ეს ხარისხი ნახეთ და აქ უნდა გქონდეს მეგობრებო აი რაცა ვერ ვიღებ რაღაცა ხო აი ნახეთ აქ სატენი აბა ნახოთ როგორ მუშაობს ესეთი აი ჩაირთო ნახეთ აქ ლენტა აქასაც აი ნახეთ აი ხმა თუ გესმით აი ნახეთ ესეთი ეს ხო აბა ნახეთ აი ჩაირთო აი როგორც საათს აქვს და მობილურს ჩვეულებრივ ყველაფერი ესე აქვს ნახეთ უბრალოდ უნდა ეს დაერთდეს რა თქმა უნდა აპლიკაციით მობილურზე რომ რაღაცეები ჩაირთოს რა
ნუ რა თქმა უნდა ყურსასმენს ბლუთუზით ისე ალბათ დაერთდება. აი ნახეთ. აი ჩამივარ და აი ასეთი ყურსასმენი და ასეთი ეკრანით ძალიან სასიამოვნოა. ნახოთ როგორი ხარისხის იქნება. თუ ვინმეს გააქვთ მსგავსი ყურსასმენი, აბა რას ფიქრობთ თქვენ როგორ ხმარობთ? ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც. მინდა გითხრათ და რა ვიცი. ყველაფერია, აი მეგობრებო, ეხლა რომ უყურებ, მე მაქვს ყურსასმენები, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც აქვს ყურსასმენები, მაგრამ რაღაც სიახლეც ეს ჩემთვის სიახლე იმ თვალსაზრისით იყო, რომ ესეთი ეკრანიანი და რაღაცა არ გქონდა და იმედია ძალიან გაუხარდება ჩემთვის. აი თუ მოეწონება ჩემ მეუღლესაც უყიდი. და აი ასეთი ამას ეკრანის შეცვლა შეგვიძლია, რა თქმა უნდა. რასაც გვინდა იმას დავაყენებთ. ტელეფონში გადმოვწერთ ისეთ აპლიკაციას, რომ შეგვიძლია რომ შევცვალოთ ფონები, რაღაცეები. ნუ მოკლედ ასეთი შენაძენი, ხო, ამაში მივეცი მეგობრებო, ღირდა ეს მშვენიერება ღირდა სადღაც 47 ლარი, სადღაც ესე 50 ლარამდე, იაფი არ იყო. სხვა იაფიანი ყურსასმენებიც არის ხოლმე, რა თქმა უნდა, უფრო ძვირიანებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამჟამად ესეთი არჩევანი გავაკეთე, ამაზე შევაჩერე არჩევანი და რა ვიცი, ნახოთ, დავტესტავთ, ნახავთ, გამოვცდით საქმეში როგორია, როგორ მუშაობს და თუ მოგვეწონება კიდე შევიძენთ. აბა რა ვიცი, გადავედით, ეხლა წავედით ბოლოსკენ მეგობრებო და ჩემი დღეისთვის მარტო იმიტომ რომ სხვა მომავალშიც გვექნება კიდე unboxing-ები მინდა გითხრათ, რომ იცოდეთ და მიყუროთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. მეგობრებო, ძვირფასებო, დღეისთვის ბოლო ამანათიდან, ბოლო unboxing-ი მექნება აი ასეთი, ნახეთ, ასეთი ring light-ი, მარტო თავი ოღონდ, შუქი. აი ასე. ეხლა დღეს მიყენია მობილზე, აი ალბათ ჩანსაკაც პატარა ესეთი პატარა ring light-ი მიყენია საყვარელი და გადავწყვიტე რომ ესე დიდი ვიდეოებისთვის ჩემი ლუსის ეხლა რო აცივდება გარეთ ალბათ დიდად ვეღარ გადაუღებ, იმიტომ რომ ძალიან როცივა ხოლმე და რაღაც არ ჩერდება და სახლისთვის უფრო სახლის ვიდეოებისთვის გამოვიწერე ეს ჩვენი ნახეთ როგორი კარგი მობილურის ასეთი ring light-ი. სხვათა შორის ძალიან ვიდეოში ძალიან ხარისხიანად იყურებოდა. არ ვიცი ახლა რამდენად რა სასიამოვნოა, რამდენად ხარისხიანი ჩანს სხვათა შორის. ესე მძიმეც არის, მინდა გითხრათ. ნახეთ ეს სატენი ამოვიდა ესეთი. რა თქმა უნდა, სატენის გარეშე ახლა არ იქნება ეს. და აი ასეთი ეს არის წიგნი თავისი თუ ალბათ რეკლამის, აი ნახეთ ასეთი და ხო რაღაც ჩინური ეს გავიგებ, არ ვიცი, არ მაინტერესებს დიდად მაინც გამოვცდით და გავიგებთ რა ხდება როგორია. ხო, აი ნახეთ ეს აქ დამაგრებული მობილურის, აი ნახეთ ასე. ალბათ ესე გინდა დაიკავებ, ესე გინდა დაიკავებ. ნუ რეკლამაში ახლა ხელში ეჭირათ ხოლმე და მე როგორც ვიცი, როგორც ვიცი, ეს არის კიდე აქ დიდი მაზეც მაგრდება, მე მგონი. აი გრძელ ჯოხზე ან ფეხზე, შტატივზე მაგრდება, აუცილებლად მაგრდება, იმიტომ რომ მარტო ესე ხელში გეჭიროს. და პატარა შტატივზე, დიდ შტატივზე, აბა ეხლა ჩავთოთ, აქეთ აქვს, ნახე როგორი, აქეთ სატენი, აწევა, დაწევა შუქის, ალბათ ეს ჩართვა, ალბათ ეს შუქები, ალბათ ხო და 3 შუქი უნდა ჰქონდეს, მე როგორც ვიცი. და აბა დავიწყოთ, ჩავთოთ. ნახოთ როგორი არის. ძალიან საინტერესოა, აბა მეგობრებო, მოვემზადეთ.
ნახოთ. ვაუ, რა მაგარია. აუ, რა კარგად ანათებს, ნახეთ. ანუ შეხედეთ. ხედავთ მეგობრებო, რამხელა სხვაობა. ეხლა ეს შუქი მაქვს ჩართული. ამას შეხედეთ. აუ, რა სასიამოვნო. რა კარგი შუქია. მოდი, აბა ეხლა ვნახოთ. ეს რამდენად ეს შუქები როგორ მუშაობენ. ნახოთ აბა. სხვადასხვა შუქები. აი, წითელი შუქი ნახეთ. აბა. ეს შუქი მიყვარს ძალიან მეგობრებო. ეს ყვითელი, საშუალო ალბათ. და აი, ეს ციფრი მე რომ მიყვარს. აბა ნახოთ ეს აწევა და დაწევა. აბა დაუწიოთ. დაწევა. აი, დაწევა. დაწევა. ნახეთ. აი, თლათ დაწეული ასე ანათებს. სიტყვაზე თუ შუქი ჩაგიქრათ, შვენიერი ეს არის ღამე შეგიძლიათ გაანათოთ დღისით, რა ვიცი თუ დაგჭირდათ. მე ალბათ კარგს გამომადგება. ღამით შეგიძლიათ აანათოთ თუ შუქი მოგინდებათ, ისე დაბალი რაღაც, თუ არ გაქვთ ესე ნაჩნიკები და რაღაცები ან მოგწყინდათ. აი, ნახეთ, ეხლა აუწიოთ აბა. ნახეთ. აუ, რამხელა რა კარგი შუქია. შეხედეთ. აი, რამხელა სხვაობა იყო იმ შუქსა და ამ შუქს შორის. რა ვიცი, მე მგონი უკეთესია რა, თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ, აბა რას ფიქრობთ, ნახეთ. ასე. მოკლედ გავინათეთ ელი თვალები და დაუბრმავდი, მე მგონი იმ ხელა შუქი აქვს. აი, ასეთი შენაძენი მაქვს მეგობრებო, გირჩევთ თქვენც შეიძინოთ, სიამოვნოთ, რა ვიცი, გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ამაში გადავიხადე სხვათა შორის 45 ლარი, ძვირი არ ღირდა, ანუ ასეთი კარგი ნივთისთვის ესე ძვირი არ არის, მე ესე ვფიქრობ, რა ვიცი ხა, ეს ჩემი აზრი არის. ვინ როგორ ფიქრობთ, თუ ვინმეს გააქვთ მსგავსი ნივთი და როგორ გამოიყენეთ და რას ფიქრობთ აბა ასეთ შენაძენზე, ჩვენთან რა ფასები აქვს, ღირს თუ არა აქედან შეძენა, რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად ამ შემთხვევაში ღირს, იმიტომ რომ მე იაფად მიმაჩნია და თქვენ რას ფიქრობთ? ვინ როგორ ხმარავთ აქედან გამოწერილ ნივთებს, ტექნიკას განსაკუთრებით მაინტერესებს და რა ვიცი, დამიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ და იყავით ჩემთან. მიყურეთ. თან აქ დავდებ ამას. ასეთი განათების და ასეთ ლამაზ ფონზე დაგემშვიდობებით. აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ, ბედნიერ საღამოს, იყავით ბედნიერები, ლაღები, რა ვიცი, გიყვარდეთ ერთმანეთი, პატივცემდეთ ერთმანეთს და შემომიერთეთ შემდეგ ვიდეოში. მიყურეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. არ დაგავიწყდეთ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება მეგობრებო, რომ შემდეგში უფრო კარგი და კარგი, ბევრი და ბევრი თქვენთვის კარგი ვიდეოები გადავიყო და შემოგთავაზოთ ახალი რამე რუმეები. აბა, კოცდით მიყვარხართ და გემშვიდობებით, დროებით თქვენი ლუსინა ნიკო. კარგად, ბაი-ბაი.